ღმერთმა ქნას რომ თქვენს ცენტრს ერგოს ის ბედნიერება რომ სოხუმი და ამცნოს საქართველოს საზოგადოებას აფხაზეთის დაბრუნება და შემდგომ იქ მუშაობის გაგრძელება. ეს მისი ბოლო ინტერვიუა ჩვენი ჟურნალისტისთვის მიცემული. ამ ინტერვიუდან რამდენიმე თვეში მძიმე სენთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ქალბატონი დალი გარდაიცვალა. საქართველოს და აფხაზეთის დამსახურებული ჟურნალისტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეს-სპიკერი დალი ჯონჯუა საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო და როგორც ამ ინტერვიუდან ჩანს, დიდი გულშემატკივარიც. თუმცა მის სუბიექტურობას, როგორც თვითონ აღნიშნავდა, ის ფაქტიც განაპირობებდა, რომ წლების განმავლობაში იყო აფხაზეთის ტელევიზიის რედაქტორი. დალი ჯონჯუა ქართულ ჟურნალისტიკაში აფხაზეთის თემასთან ასოცირდებოდა. ჯერ კიდევ 1992-93 წლებში მან როგორც აფხაზეთის რადიოსა და ტელევიზიის ჟურნალისტმა თავისი რეპორტაჟებით, ინტერვიუებით, ფრონტის ხაზიდან მოწოდებული რეალური კადრებით მიიქცია მაყურებლისა და მსმენელის ყურადღება. ბატონიშვილი, მე მაინტერესებს საერთოდ როგორც უბრალოდ მოქალაქეს და როგორც აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარეს, აი ამ ჭირთას რა განწყობა გაქვთ და საერთოდ რა შეგიძლიათ თქვა? მე დარწმუნებული. სოხუმის დაცემის შემდეგ მან თბილისში აღდგენილ აფხაზეთის ტელევიზიაში გააგრძელა თავისი საყვარელი საქმიანობა. ათეული წლების განმავლობაში დაუღალავად ახსენებდა მაყურებელს აფხაზეთს, მის პრობლემატიკას. რესპონდენტებთან ერთად მსჯელობდა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებზე. და ალბათ ეს არის ჩემი ყველაზე დიდი დამსახურება ის ომის ერთი წელი, როდესაც სიკვდილის თვალებში უყურებდით. ტელევიზიის პარალელურად ქალბატონი დალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის უფროსადაც მუშაობდა. დალი ჯონჯუას დიდი წვლილი მიუძღვის 1993-2004 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის ავტორობით გამოცემული წიგნების და დოკუმენტური ფილმის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ მასალების მოძიებასა და გამოცემაში. ეს მასალები იყო პირველი მცდელობა აფხაზეთში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით მსოფლიო მასშტაბით არსებული საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევისა. ომი ვის შეიძლება უხაროდეს არანორმალურ ადამიანს და ომის მოლოდინი ჩვენ არ გქონდა რომ აქ ომი დაიწყება და იქნება სისხლისღვრა. ამის მოლოდინი მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ქალბატონი დალი ბოლო დრომდე აგრძელებდა მუშაობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეს-სპიკერად. დალი ჯონჯუა ყოველთვის დარჩება ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში როგორც სამართლიანობისა და მშვიდობისთვის დაუღალავი მებრძოლი პროფესიონალი. ხო, ალბათ უფრო არქივისტვის იქნება ეს ჩანაწერი.